შეგეთან? არა. არ მართლა ხო არ შეგეთან? ამან კოპებიანი დავირუსებულები არის. რუბრიკას წარმოგიდგენთ საგარეჯოს მეფრინველეობის ფაბრიკა. საგარეჯოს მეფრინველეობის ფაბრიკა. როგორც ხედავთ, ქალაქს შემოეჩვია ორი მოცეკვავე გიჟი და მათი ექიმი. ჩვენს გადაცემაში კი დილის კურიერის დროა. ახალ ამბებს ნინო გაზდელიანი გაგაცნობთ. დილამ მშვიდობისა პირდაპირ ეთერშია დილის კურიერი. რამდენიმე წუთის წინ სასტუმრო რედისონი დატოვეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა. ისინი დღეს 1 საათში გაემგზავრებიან. სასტუმრო სულ პირველმა დატოვა ფილმში აგვისტოს 5 დღე კაპიტან ავალიანის როლის შემსრულებელმა ჯონათან სკიჩმა. დილის კურიერთან ინტერვიუში მან კიდევ ერთხელ ისაუბრა თავის გმირზე და ფილმზე. იგი განსაკუთრებით კმაყოფილია საქველმოქმედო ვახშმით, ასევე მოიხიბლა სოფო ნიჟერაძით და ქართული ფოლკლორით. საქველმოქმედო ვახშამი ძალიან კარგი იყო. ერთი არაჩვეულებრივი მომღერალი მღეროდა, სოფია ერქვა. სამწუხაროდ გვარი არ მახსოვს. იყო ქართული ფოლკლორიც, პატარა ბიჭები დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ. ეს ყველაფერი საოცარი იყო. საქართველოში კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით ჩამოვიდოდი, რა თქმა უნდა, თუ დამპატიჟებენ. ბრექფესტის შემდეგ ყველანი ერთად ხდებით მანქანებში მივდივართ აეროპორტში და გაფრენა არის დაგეგმილი 11 საათზე. რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად 1,5 მილიონ ლარი შეგროვდა. საქველმოქმედო ვახშამი რუსთაველის თეატრში გვიანობამდე გაგრძელდა. მას პოლიტიკოსები და ბიზნესმენებიც დაესწრნენ. ვახშამი 160 სტუმარზე იყო გათვლილი. დასასწრები ბილეთი $5-დან $10,000-მდე ღირდა. ვახშმის შემდეგ რენი ჰარლინი და ენდი გარსია რუსთაველის თეატრის წინ შეკრებილ ხალხთან გავიდნენ. რეკორდული ციფრია ეწია 1,5 მილიონ ლარის ოდენობის. ეს არის იმ ოჯახების დასახმარებლად, ვისი შვილებიც, დებიც, მამებიც, ძმებიც დაიღუპნენ ამ ომში და მე მიხარია და ამაყივარო დღეს ქართული ბიზნესი დგას ერთად და აფინანსებს აი ამ ოჯახების, რომელსაც თავი გაწირეს ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან საჭირო და ესეთი ფაქტი მოხდა დღეს საქართველოში. ეს არის ის დიდი და ფართო მასშტაბიანი შესაძლებლობა, რომ მთელ მსოფლიოს მოუყვეთ თუ რა ხდებოდა. ეს 5 დღე, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ